უწყოდეთ ჟამი, ანუ იცოდეთ დრო. რამე თუ აწვე არის, ანუ ეხლავი არის, ჟამი, ეხლავი არის ეს დრო, ანუ არ გაძლევს შესაძლებლობას გადადებისა. ხო გვითხოვს, ეშმაკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოგონება, როგორც პაისი ათონელი გვასწავლის, რა არის, რომ ჯერ კიდე ბევრი დრო გაქვს. ქრისტიანმა იცის, რომ არანაირი დრო არ აქვს. არანაირი დრო არ აქვს. და საერთოდ დრო ისეთი უცნაური რამეა, რომ მეცნიერები ხო იკვლევენ და ბოლომდე დასკვნა გაკეთებული არ აქვს, დრო რა არის საერთოდ. რა მოვლენაა, რა ფენომენია საერთოდ. ამიტომ როცა ვამბობ, რომ მგონია, რომ დრო მაქვს, არც კი ვიაზრებ, რას ვამბობ, იმიტომ რომ დრო მართლაც არავინ არ იცის რა არის. და თუ ძალიან მარტივად შევხედავთ, ხო, არანაირი დრო არა გვაქვს და ეს არის სწორი შეხედვა ზუსტად, იმიტომ რომ მე დღეს ვცოცხლობ, მე ხვალე არა ვარ, დღეს ვარ, ხვალე არ ვიქნები, არ ვიქნები, რა იქნება ხვალე კაცმა არ იცის. ახლა ვარ და აი ახლა რო ვარ, ახლა როგორიც ვარ, აი ამით განვისჯები მე. და ამიტომ უფალი ამბობს, რომ როგორც გიპოვი, ეგრე განგსჯი. როგორც გიპოვი. აი ჩვენ ახლა როგორებიც ვართ, ესეთები ვართ. ის კი არა რომ აი ხვალ ზეგ მაზე კი წავიკითხავ, ვილოცებ, მე უფრო კაი ქრისტიანი გავხდები, მე უფრო მეც შევძლებ ხვალ. ეს არის სრული გაუგებრობა ქრისტიანისათვის ასეთი ტიპის მსჯელობა. მე ვარ ის რაც ვარ, აი ამ წუთში. არც წარსული, არც მომავალი. აი ახლა როგორიც ვარ, ესა ვარ. არანაირი მნიშვნელობა სხვას არაფერს არ აქვს. და ამიტომ ამბობ, აწვე აი ახლა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენ და ძილისგან. ანუ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ გძინავს და გაიღვიძე, სულიერ ძილზეა საუბარი.